Bhagavad Gita, თავი მე-11, სამყაროსეული ფორმა. ლექსი პირველი. არჯუნამ თქვა, ყველაზე საკრალური სულიერი საკითხების შესახებ შენს მიერ მოწყალედ მოცემულ რჩევა-დარიგებათა მოსმენის შემდეგ, ჩემი ილუზია უკვე გაიფანტა. განმარტება. ამ თავიდან ნათელი ხდება, რომ კრიშნა მიზეზთა მიზეზია. იგი მიზეზია მაჰა-ვიშნუსიც, რომლისგანაც მატერიალური სამყაროები მომდინარეობს. კრიშნა ინკარნაცია არ არის, იგი ყოველი ინკარნაციის სათავეა, რაც წინა თავში საფუძვლიანად იქნა განმარტებული. რაც შეეხება არჯუნას, იგი ამბობს, რომ მისი ილუზია გაქრა. ეს იმას ნიშნავს, რომ არჯუნას აღარ მიაჩნია კრიშნა უბრალო ადამიანად, თავის ერთ-ერთ მეგობრად. იგი მას ყოვლის დასაბამად აღიარებს. არჯუნა უაღრესად გასხივოსნებული და გახარებულია, ვინაიდან ისეთი დიადი მეგობარი ჰყავს, როგორიცაა კრიშნა. მაგრამ ახლა იმაზე ფიქრობს, რომ მართალია თვითონ აღიარებს კრიშნას ყველაფრის საწყისად. სხვებმა შეიძლება ეს არ სცნონ. ამიტომ კრიშნას ღვთაებრიობა ყველას რომ დაუდასტუროს, ამ თავში იგი თხოვს კრიშნას უჩვენოს თავისი სამყაროსეული ფორმა. სინამდვილეში კრიშნას სამყაროსეული ფორმის ხილვა ადამიანს შიშს გვრის, ასევე მოუვიდა არჯუნასაც. მაგრამ კრიშნა იმდენად მოწყალეა, რომ სამყაროსეული ფორმის ჩვენების შემდეგ კვლავ თავისი თავდაპირველი სახე მიიღო. კრიშნამ უკვე რამდენიმეჯერ თქვა, რომ არჯუნას მხოლოდ მის სასიკეთოდ ელაპარაკება. არჯუნაც აღიარებს ამას. ამრიგად, არჯუნა აცხადებს, რომ ყველაფერი კრიშნას წყალობით ხდება. ახლა იგი დარწმუნებულია, რომ კრიშნა ყოველ მიზეზთა მიზეზია და ზესულის სახით ყველას გულში იმყოფება. ლექსი მეორე. ო ლოტოსის თვალებავ, მე დაწვრილებით მოვისმინე შენგან ყოველი ცოცხალი არსების მოვლენისა და გაუჩინარების შესახებ და შევიცანი შენი უშრეტი დიდება. განმარტება. არჯუნა სიხარულით მიმართავს უფალ კრიშნას, როგორც ლოტოსის თვალებას, ვინაიდან წინა თავში კრიშნამ დაარწმუნა, მე ვარ მთელი მატერიალური გამოვლინების, გამოჩენისა და გაუჩინარების წყარო. არჯუნამ დაწვრილებით მოისმინა ამის შესახებ უფლისგან. გარდა ამისა, მან იცის, რომ თუმცა კრიშნა ყოველი გამოვლენისა და გაუჩინარების წყაროა, იგი განზე დგას მათგან. როგორც უფალი ამბობს მეცხრე თავში, იგი ყველაფერს გამსჭვალავს და მაინც თავად ყველგან არ იმყოფება. ასეთია კრიშნას წარმოუდგენელი სიდიადე და არჯუნაც აღიარებს, რომ ეს ბოლომდე გაიგო. ლექსი მესამე. ო პიროვნებათა შორის საუკეთესო, ო უზენაესო ფორმა, თუმცა ახლა შენი ჭეშმარიტი სახით გხედავ, როგორც შენ თვითონ დაიხასიათე თავი, სურს ვიხილო, როგორ შედიხარ ამ სამყაროსეულ გამოვლინებაში, სურს ვიხილო ეს შენი ფორმა. განმარტება. უფალმა თქვა, რომ სამყაროსეული გამოვლინება ჩნდება და არსებობს, ვინაიდან იგი მატერიალურ სამყაროში თავისი პიროვნული განსახიერების სახით შედის. რაც შეეხება არჯუნას, იგი შთააგონა კრიშნას ნათქვამმა, მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში დაარწმუნოს სხვები, რომელთაც კრიშნა უბრალო ადამიანი შეიძლება ეგონოთ, არჯუნას სურს იხილოს კრიშნა მისი სამყაროსეული ფორმით. იხილოს, როგორ მოქმედებს კრიშნა სამყაროს შიგნით, თუმცაღა გარნზე დგას მათგან. ნიშნულოვანია ისიც, რომ არჯუნამ უფალს მიმართა როგორც პურუშოტამას, ვინაიდან უფალი ღმრთების უზენაესი პიროვნებაა, არჯუნას გულშიც იმყოფება, ამიტომ მას ესმის არჯუნას სურვილი და იცის, რომ თავად არჯუნას არ უნდა სამყაროსეული ფორმის სახით მისი ნახვა, ვინაიდან არჯუნა სრულიად კმაყოფილია კრიშნას პიროვნული ფორმის ხილვით. მაგრამ უფალს ესმის, რომ არჯუნას სამყაროსეული ფორმის ხილვა სხვების დასარწმუნებლად სურს. არჯუნას თავად არ სჭირდება ასეთი დადასტურება. კრიშნას ესმის ისიც, რომ არჯუნას სურს იხილოს სამყაროსეული ფორმა, რათა მოქცეს შეფასების კრიტერიუმი, ვინაიდან მომავალში იქნება მრავალი მატყუარა, რომლებიც საკუთარ თავს ღმერთის ინკარნაციად წარმოგვიდგენენ. ამიტომ ხალხს სიფრთხილე მართებს, ვინც საკუთარ თავს კრიშნას უწოდებს, მას უნდა შეეძლოს თავისი სამყაროსეული ფორმის ჩვენებაც, რათა ხალხს თავისი განაცხადი დაუმტკიცოს. ლექსი მეოთხე. თუ კი თვლი, რომ უნარი შემწევს ვიხილო შენი სამყაროსეული ფორმა,
ო ჩემო უფალო, ო მთელი მისტიური ძალების მბრძანებელო, გთხოვ მიჩვენე ეს უსასრულო სამყაროსეულის სახე. განმარტება. ნათქვამია, რომ მატერიალური გრძნობებით უზენაესი უფლის კრიშნას დანახვა, მოსმენა, გაგება ან აღქმა შეუძლებელია, მაგრამ მას, ვინც თავიდანვე ტრანსცენდენტული სიყვარულით ემსახურება უფალს, უფალი გაენდობა. ყოველი ცოცხალი არსება სულიერი ნაპერწკალია მხოლოდ, ამიტომ მას არ შეუძლია უზენაესი უფლის დანახვა ან შეცნობა. როგორც ერთგულს, არჯუნას თავისი მსჯელობის უნარის იმედი არ ჰქონდა. პირიქით აღიარებს, რომ როგორც ცოცხალი არსება, იგი შეზღუდულია და ცნობს, რომ შეუძლებელია კრიშნას მდგომარეობის შეფასება. არჯუნას ესმოდა, რომ ცოცხალ არსებას არ შეუძლია უსაზღვრო უსასრულობის შეცნობა. თუ კი უსასრულობა გაგვინდობს თავს, მისივე წყალობით შეიძლება მისი ბუნების შეცნობა. აქ მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა იოგეშვარაც, ვინაიდან უფალს წარმოუდგენელი ძალა აქვს. თუ კი მოისურვებს, შეუძლია გაგვენდოს თავისივე წყალობით, მიუხედავად იმისა, რომ იგი უსასრულოა. ამიტომ არჯუნა არაჩვეულებრივ წყალობას ევედრება კრიშნას. იგი კრიშნას არ უბრძანებს. კრიშნა ვალდებული არ არის გაენდოს მას, ვინც კრიშნას ცნობიერებაში ბოლომდე მინდობილი არ არის მისადმი და თუ კი ერთგულად არ ემსახურება. ამიტომ საკუთარი სპეკულაციური მსჯელობის ძალის იმედის მქონე ხალხს არ ძალუძს კრიშნას დანახვა. ლექსი მეხუთე. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ო ბრთაშვილო, იხილე ჩემი დიდებულება, ასეულ ათასობით მრავალგვარი, ღვთაებრივი და ათასფერადი ფორმა. განმარტება. არჯუნას სურდა ეხილა კრიშნა მისი სამყაროსეული ფორმის სახით, რომელიც მართალია ტრანსცენდენტული ფორმაა, სამყაროს გამოვლინებისთვის ჩნდება, ამიტომ მატერიალური ბუნების წარმავალი დროის გავლენის ქვეშ იმყოფება. ისევე როგორც მატერიალური ბუნებაა გამოვლენილი და გამოუვლენელი, ასევე კრიშნას სამყაროსეული ფორმაც გამოვლენილი და გამოუვლენელია. კრიშნას სხვა ფორმებისგან განსხვავებით, სულიერ ზეცაზე იგი მარადიულად არ არსებობს. რაც შეეხება ერთგულს, მას დიდად არ სურს სამყაროსეული ფორმის ნახვა, მაგრამ ვინაიდან არჯუნას ეს უნდოდა, კრიშნა გამოეცხადა ამ სახით. არც ერთ უბრალო ადამიანს არ შეუძლია ამ სამყაროსეული ფორმის დანახვა. ასეთი მხედველობის უნარი კრიშნამ უნდა მოგვცეს. ლექსი მეექვსე. ო ფარათა შორის საუკეთესო, იხილე აქ ადიტიები, ვასუები, რუდრები, აშვინი კუმარები და დანარჩენი ნახევარღმერთები. შეხედე მრავალ საოცრებას, რომელიც აქამდე არავის უნახავს, ან გაუგონია. განმარტება. თუმცა არჯუნა კრიშნას პირადი მეგობარი და სწავლულთა შორის ყველაზე წარჩინებული იყო, მაინც არ შეეძლო კრიშნას შესახებ ყველაფერი ცოდნოდა. აქ ნათქვამია, რომ ადამიანებს არ გაუგონიათ და წარმოდგენაც არ აქვთ ამ ფორმებსა და გამოვლინებების შესახებ. ახლა კრიშნა უჩვენებს არჯუნას ამ სასწაულ ფორმებს. ლექსი მეშვიდე. ო არჯუნა, რისი ხილვაც გსურს, ერთბაშად დაინახავ ამ ჩემს სხეულში. ეს სამყაროსეული ფორმა გიჩვენებს ყველაფერს, რისი დანახვაც გინდა და რისი ნახვაც მომავალში შეიძლება მოისურვო. ყველაფერი, მოძრავიცა და უძრავიც, აქ ერთად არის. განმარტება. შეუძლებელია ერთი ადგილიდან მთელი სამყაროს დანახვა. ყველაზე განვითარებული მეცნიერებიც კი ვერ დაინახავს, რა ხდება სამყაროს სხვა ნაწილებში, მაგრამ ისეთ ერთგულს, როგორიც არის არჯუნა, სამყაროს ნებისმიერ ნაწილში ყოველივე არსებულის დანახვა ძალუძს. კრიშნა აძლევს მას ძალას, იხილოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს, წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ამრიგად, კრიშნას წყალობით არჯუნას ეს შეუძლია. ლექსი მერვე. მაგრამ ახლანდელი თვალებით მე ვერ დამინახავ, ამიტომ მე ღვთაებრივ თვალებს მოგცემ. აი ჩემი მისტიური ძალა. განმარტება. წმინდა ერთგულს არ უნდა იხილოს კრიშნა არც ერთი სხვა სახით, გარდა იმ სახისა, რომელსაც ორი ხელი აქვს. ერთგულს კრიშნას სამყაროსეული ფორმის დანახვა შეუძლია კრიშნას წყალობით, არა ჭკუით, არამედ სულიერი თვალებით. კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ კრიშნას სამყაროსეული ფორმის დასანახავად მან უნდა შეიცვალოს არა ჭკუა, არამედ მხედველობა. კრიშნას სამყაროსეული ფორმა დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ეს ნათელი გახდება მომდევნო ლექსებიდან. მიუხედავად ამისა, ვინაიდან არჯუნას სურდა ეხილა იგი, უფალი ანიჭებს გარკვეულ მხედველობას.
რომელიც ამ სამყაროსეული ფორმის დასანახად არის საჭირო. ერთგულებს, რომელთაც სწორი ტრანსცენდენტული ურთიერთობა აქვთ კრიშნასთან, იზიდავთ სასიყვარულო ნიშან-თვისებები და არა უღმერთო სიდიადე. კრიშნასთან მოთამაშე ბიჭებს, მეგობრებსა და მშობლებს არასოდეს მონდომებიათ კრიშნას თავისი სიდიადე ეჩვენებინა. ისინი იმდენად არიან ჩაფლული წმინდა სიყვარულში, რომ არ იციან კრიშნა, რომ ღმრთების უზენაესი პიროვნებაა. სასიყვარულო ურთიერთობაში მათ ავიწყდებათ, რომ კრიშნა უზენაესი უფალია. შრიმად ბhagavatamში ნათქვამია, რომ ბიჭები, რომლებიც კრიშნასთან თამაშობდნენ, უაღრესად ღვთისმოსავი სულები არიან და მრავალი დაბადების შემდეგ კრიშნასთან თამაშის უფლება მიეცათ. ამ ბიჭებმა არ იციან, რომ კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნებაა. მათ იგი თავიანთ მეგობრად მიაჩნიათ. ამიტომ შუკადევა გოსვამი წარმოთქვამს ამ ლექსს. აი ის უზენაესი პიროვნება, რომელიც დიად ბრძენებს უპიროვნო ბრაჰმანი ჰგონიათ. ერთგულებს ღმრთების უზენაეს პიროვნებად მიაჩნიათ. უბრალო ხალხი კი თვლის, რომ მატერიალური ბუნებისგან არის წარმოქმნილი. ეს ბიჭები კი, რომელთაც წარსულ ცხოვრებებში მრავალი ღვთაებრივი საქმე აქვთ შესრულებული, ამ ღმრთების უზენაეს პიროვნებასთან თამაშობენ. ფაქტია, რომ ერთგულს არ აინტერესებს ვიშვარუპას სამყაროსეული ფორმის დანახვა, მაგრამ არჯუნას სურდა ეხილა იგი, რათა დაედასტურებინა კრიშნას ნათქვამი და მომავალში ხალხს ცოდნოდა, რომ კრიშნამ არა მარტო თეორიულად ან ფილოსოფიურად წარმოგვიდგინა საკუთარი თავი როგორც უზენაესმა, არამედ სინამდვილეში უჩვენა ეს არჯუნას. არჯუნას უნდა დაადასტუროს ეს, ვინაიდან მისით იწყება პარამპარა. მას, ვისაც მართლა აინტერესებს ღმრთების უზენაესი პიროვნების კრიშნას შეცნობა და არჯუნას ნაკვალებს მიყვებიან, უნდა იცოდნენ, რომ კრიშნა არა მარტო თეორიულად წარმოგვიდგა როგორც უზენაესი, არამედ სინამდვილეში გვეჩვენა ასეთად. უფალმა არჯუნას თავისი კოსმოსური ფორმის ხელვის ძალა მისცა, ვინაიდან იცოდა, რომ არჯუნას მაინც და მაინც არ სურდა მისი ხილვა, როგორც ეს უკვე განმარტეთ. ლექსი მე-9. სანჯაიამ თქვა, ო მეფეო, ამის თქმის შემდეგ მთელ მისტიურ ძალთა უზენაესმა უფალმა, ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ, არჯუნას თავისი სამყაროსეული ფორმა უჩვენა. ლექსი მე-11. ამ სამყაროსეულ ფორმაში არჯუნამ იხილა უსასრულო პირები, უსასრულო თვალები, უსასრულო საოცარი სანახაობები. ფორმა მრავალგვარი სეციური სამკაულით იყო მორთული და მრავალი შემართული იარაღი ეჭირა. იგი ზეციურ ყვავილთა ასხმებსა და სამოსველს ატარებდა. მის სხეულს მრავალი ღვთაებრივი სუნა მოეცხო. ყველაფერი განსაცვიფრებელი, ბრწყინვალე და ყოვლის გამჭოლი გახლდათ. განმარტება. ამ ორ ლექსში სიტყვა მრავალი რამოდენიმეჯერ არის ნათქვამი, რათა მიგვანიშნოს არჯუნა ხედავდა უთვალავ ხელს, პირს, ფეხსა და სხვა გამოვლინებებს. ეს გამოვლინებები მთელ სამყაროს იყო მოდებული, მაგრამ უფლის წყალობით არჯუნა მათ ერთი ადგილიდან ხედავდა. ეს კრიშნას წარმოუდგენელი უნარით არის შესაძლებელი. ლექსი მე-12. ერთბაშად ასეულ ათასობით მზე რომ ამოსულიყო ცაზე, მათი კაშკაში თუ შეედრებოდა უზენაესი პიროვნების ამ სამყაროსეული ფორმის ციელს. განმარტება. არჯუნა ენით აუწერელ სანახაობას ხედავდა და მაინც სანჯაია ცდილობდა ამ დიადი გამოცხადების გონებრივი სურათი დაეხატა დრიშტარაშტასთვის. არც სანჯაია და არც დრიშტარაშტა არ იმყოფებოდნენ იმ ადგილას, მაგრამ სანჯაია ვიასას წყალობით ხედავდა, რაც ხდებოდა. იქ დანახულს გონებისთვის მისაწვდომ მოვლენას, ანუ ათასობით მზეს ადარებს, რამდენადაც ამის გაგება შესაძლებელია. ლექსი მე-13. ამ დროს არჯუნამ უფლის სამყაროსეულ ფორმაში დაინახა სამყაროს უსასრულო ექსპანსიები, რომლებიც ერთ ადგილას იმყოფებოდა, თუმცაღა მრავალ ათას ნაწილად იყო დაყოფილი. განმარტება. აქ მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა ტატრა, იქ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც არჯუნამ სამყაროსეული ფორმა იხილა, არჯუნაც და კრიშნაც ეტლში ისხდნენ. ბრძოლის ველზე სხვები ამ ფორმას ვერ ხედავდნენ, ვინაიდან კრიშნამ მხოლოდ არჯუნას მიანიჭა მხედველობა. არჯუნა კრიშნას სხეულში მრავალ ათასობით პლანეტას ხედავდა. როგორც წმინდა ვედური წმინდა წერილებიდან ვგებულობთ,
არსებობს მრავალი სამყარო და მრავალი პლანეტა. ზოგიერთი მათგანი აგებულია მიწით, ზოგი ოქროთი, ზოგი ძვირფასი თვლებით, ზოგი ძალიან დიდია, ზოგი მცირეა და ასე შემდეგ. არჯუნა თავისი ეტლიდან ხედავდა ყოველივე ამას, მაგრამ არავის ესმოდა რა ხდებოდა არჯუნასა და კრიშნას შორის. ლექსი მე-14. მაშინ გაოგნებულმა და განცვიფრებულმა არჯუნამ, რომელსაც თმები ყალყზე ედგა, თაყვანისცემის ნიშნად ქედი მოიხარა და ხელებ დაკრეფილმა ლოცვანი აღუვლინა უზენაეს უფალს. განმარტება. მას შემდეგ, რაც არჯუნამ ღვთაებრივი სანახაობა იხილა, მასა და კრიშნას შორის ურთიერთობა უმალვე შეიცვალა. აქამდე კრიშნასა და არჯუნას ურთიერთობა მეგობრობაზე იყო აგებული, მაგრამ გამოცხადების შემდეგ არჯუნა დიდი მოწიწებით თაყვანს სცემს კრიშნას და ხელდაკრეფილი ლოცულობს. იგი ხოტბას ასხამს სამყაროსეულ ფორმას. ამდენად არჯუნას მეგობრული ურთიერთობა განცვიფრებით შეიცვალა. დიადმა ერთგულებმა იციან, რომ კრიშნა ყოველგვარ ურთიერთობებს მოიცავს. წმინდა წერილებში ნახსენებია 12 ძირითადი ურთიერთობა. კრიშნას ყოველი მათგანი ახასიათებს. ნათქვამია, რომ იგია ოკეანე მთელი ამ ურთიერთობებისა, რომლებიც ორ ცოცხალ არსებას ღმერთებს ან უზენაეს უფალსა და მის ერთგულებს შორის არსებობს. არჯუნა მოცული იყო ურთიერთობით, რომელსაც განცვიფრება ახლავს თან და თუმცა ბუნებით მეტად საღად მოაზროვნე, მშვიდი და წყნარი გახლდათ, განცვიფრების გამო ექსტაზში მოექცა, თმები ყალყზე დაოდგა და დაკრეფილი ხელებით უზენაესი უფლის თაყვანისცემა დაიწყო. ცხადია, შეშინებული არ ყოფილა, მასზე ძლიერად იმოქმედა უზენაესი უფლის საოცრებებმა. უშუალო პირობა განცვიფრება იყო. მისი ბუნებრივი სიყვარულით აღსავსე მეგობრობა განცვიფრებამ მოიცვა, რაზედაც მან ასეთი მოქმედებით უპასუხა. ლექსი მე-15. არჯუნამ თქვა, ჩემო ძვირფასო უფალო კრიშნა, შენ სხეულში შეკრებილს ხედავ ყოველ ნახევარღმერთსა და დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ხედავ ბრაჰმას, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ზის, უფალ შივასა და ყოველ ბრძენსა და ღვთაებრივ გველს. განმარტება. არჯუნას სამყაროში ყველაფერს ხედავს, ბრაჰმას, პირველ ქმნილებას სამყაროში და ზეციურ გველს, რომელზედაც სამყაროს დაბალ ნაწილებში გარფადოკაშაე ვიშნუ განისვენებს. გველის ამ საწოლს ვასუკი ჰქვია. არსებობენ ვასუკებად წოდებული სხვა გველებიც. არჯუნა ხედავდა ყველაფერს დაწყებული გარფადოკაშაე ვიშნუდან დამთავრებული სამყაროს უმაღლესი ნაწილით, სადაც პირველი ქმნილება ბრაჰმა ლოტოსის ყვავილის პლანეტაზე ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ თავისი ეტლიდან არჯუნა თავიდან ბოლომდე ყველაფერს ხედავდა. ეს უზენაესი უფლის კრიშნას წყალობით გახდა შესაძლებელი. ლექსი მე-16. ო სამყაროს უფალო, ო სამყაროსეულო ფორმამ, შენ სხეულში მე ვხედავ უამრავ ხელს, მუცელს, პირსა და თვალს, რომლებიც უსასყროდაა მოფენილი ყველგან. შენში ვერ ვხედავ ვერც დასასრულს, ვერც შუაგულსა და ვერც დასაწყისს. განმარტება. კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნებაა და უსაზღვროა, ასე რომ მასში ყველაფერი შეიძლება დავინახოთ. ლექსი მე-17. ძნელია შენი სახის დანახვა მისი თვალისმომჭრელი ციალის გამო, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლისა თუ მზის განუზომელი კაშკაშის მსგავსად ყოველ მხარეს ვრცელდება და მაინც მე ყველგან ვხედავ ამ თვალისმომჭრელ ფორმას, რომელიც 1000 გვარი გვირგვინით, კვერთხითა და დისკოთია დამშვენებული. ლექსი მე-18. შენ ხარ უმაღლესი თავდაპირველი მიზანი, შენ ხარ მთელი სამყაროს საბოლოო განსვენების ადგილი, შენ ხარ უშრედი და შენ ხარ უხუცესი, შენ ხარ მარადიული რელიგიის მასულტკმულებელი, ღმრთების პიროვნება, ასეთია ჩემი აზრი. ლექსი მე-19. შენ არა გაქვს დასაბამი, შუაგული ან ბოლო, შენი დიდება უსაზღვროა, ურიცხვი ხელები გაქვს, ზედა მთვარე კი შენი თვალებია. გხედავ შენ, რომელსაც პირიდან მოგიზგიზე ცეცხლი ამოგდის, შენი კაშკაშით რომ წვალ მთელს სამყაროს. განმარტება. საზღვარი არა აქვს ღმრთების უზენაესი პიროვნების 6 სიდიადეს. აქაც და მრავალ ადგილაცაც ერთი და იგივე რამ მეორდება, მაგრამ წმინდა წერილთა თანახმად კრიშნას დიდების გამეორება ლიტერატურულ სისუსტეს არ წარმოადგენს. ნათქვამია, რომ გაოგნების, განცვიფრებისა და
დიდი ექსტაზის დროს ადამიანი კვლავ და კვლავ იმეორებს ერთსა და იმავეს. ამაში ცუდი არაფერია. ლექსი მეოცე. თუმცა ერთი ხარ მთელ ცაზე, პლანეტებზე და მათ შორის სივრცეზე ხარ განფენილი. უდიადესო, ამ სასწაული და საშიში ფორმის ხილვისას მთელი პლანეტარული სისტემები შეშფოთებულია. განმარტება. ამ ლექსში მნიშვნელოვანია სიტყვა dive a პრთივოიხ, სივრცე ზეცასა და დედამიწას შორის და loka ტრაიამ, სამი სამყარო, ვინაიდან როგორც ჩანს, უფლის სამყაროსეულ ფორმას ხედავდა არა მხოლოდ არჯუნა, არამედ სხვა პლანეტარული სისტემების მობინადრენიც. არჯუნა სამყაროსეულ ფორმას ხედავდა არა სიზმარში, არამედ ცხადში. ეს სამყაროსეული ფორმა ბრძოლის ველზე იხილა ყველამ, ვისაც უფალმა ღვთაებრივი მხედველობა მიანიჭა. ლექსი 21. უფალთა უფალო, სამყაროთა თავშესაფარო, გთხოვ მოწყალება გაიღე ჩემდამი. თავს ვერ ვიკავებ შენი თვალის მომჭრელი სახეებისა და შიშის მომგვრელი კბილების დანახვაზე, სადაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერი საგონებელში მაგდებს. ლექსები 26-27. დრიშტრაშტას შვილები მოკავშირე მეფეებთან ერთად ბიშმა, დრონა, კარნა და ჩვენი მთავარი მეომრებიც შენს საშიშ პირებში მიექანებიან და მე ვხედავ, რომ ზოგიერთი მათგანი გაჩეჩქვილი თავებით არიან შენს კბილებში გაჩხერილი. განმარტება. ერთ-ერთ წინა ლექსში უფალი დაპირდა არჯუნას, რომ საინტერესო სანახაობას უჩვენებდა. ახლა კი არჯუნა ხედავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მეთაურები, ბიშმა, დრონა, კარნა და დრიშტრაშტას ყოველი შვილი, მათი და არჯუნას მეომრებიც განადგურებული არიან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კურუქშეტრაზე შეკრებილთაგან თითქმის ყველა დაიხოცება და არჯუნა გამარჯვებას მოიპოვებს. აქ ნახსენებია ისიც, რომ ბიშმა, რომელიც დაუმარცხებლად ითვლებოდა, მოკლული იქნება. სიკვდილი ელის კარნასაც დაიხოცებიან არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ისეთი დიადი მებრძოლები, როგორიც არის ბიშმა, არამედ არჯუნას მომხრე ზოგიერთი მძლავრი მეომარიც. ლექსი 28. ისევე როგორც მდინარეთა უამრავი ტალღა ჩაედინება ოკეანეში, ყოველი ეს დიადი მეომარიც შედის ცეცხლმოკიდებული შენს პირებში. ლექსი 29. მე ვხედავ, რომ ხალხი დიდი სისწრაფით მიექანება შენს პირებში, ისევე როგორც ჩრჩილები მიქრიან მოგიზგიზეთ ცეცხლში მოსასპობად. ლექსი 30. ვიშნუ, გხედავ ცეცხლიანი პირებით, როგორც სპობ ყოველი მხრიდან მთელ ხალხს. მთელ სამყაროს შენი ციალი ფარავს და შენს საშიში მწველი სხივების სახით ვლინდები. ლექსი 31. უფალთა უფალო, მრისხანების განსახიერებავ, გთხოვ მითხარი ვინა ხარ, მე ქეთს ვიხრი შენს წინაშე, გთხოვ მოწყალება გაიღე ჩემდამი, შენ ხარ თავდაპირველი უფალი, სურს ვიცოდე შენს შესახებ, ვინაიდან არ მესმის რა არის შენი მისია. ლექსი 32. ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ თქვა, მე ვარ დრო, სამყაროთა უდიდესი გამანადგურებელი და მოვედი, რათა მთელი ხალხი გამანადგურო. თქვენს პანდავებს გარდა აქ ორივე მხრიდან ყოველი მეომარი დაიხოცება. განმარტება. მართალია არჯუნამ იცოდა, რომ კრიშნა მისი მეგობარი და ღმრთების უზენაესი პიროვნება იყო, მაინც განაცვიფრა კრიშნას მიერ გამოვლენილმა ათასგვარმა სახემ. ამიტომ იკითხა, სინამდვილეში რა დანიშნულება ჰქონდა ამ განმარტგურებელ ძალას. ვედებში წერია, რომ უზენაესი ჭეშმარიტება ყველაფერს ანადგურებს, ბრაჰმანებსაც კი, როგორც კათა უპანიშადშია ნათქვამი. საბოლოო ჯამში უზენაესი თითქოს ჭამს მთელ ბრაჰმანებს, ქშატრიებსა და ყველა სხვას. უზენაესი უფლის ეს ფორმა გამანადგურებელი გოლიათია და აქ კრიშნა ყოვლის გამანადგურებელი დროის სახით წარმოგიდგება. რამდენიმე პანდავის გარდა იქ მოსპობდა ყველას, ვინც კი ბრძოლის ველზე იმყოფებოდა. არჯუნას ბრძოლა არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ ჯობდა არ ებრძოლა, მაშინ არაფერს წააგებდა. ამაზე უფალი პასუხობს, რომ არჯუნამ რომც არ იბრძოლოს, მაინც ყველა დაიხოცება, ვინაიდან ასეთია უფლის ჩანაფიქრი. არჯუნას უარიც რომ ეთქვა, ბრძოლაზე ისინი სხვა მიზეზით დაიხოცებოდნენ. არჯუნას რომც არ ებრძოლა, სიკვდილს ველაფერი დაიჭერდა. დრო გამანადგურებელია და უზენაესი უფლის სურვილით ყოველ გამოვლინებას სიკვდილი უწერია. ასეთია ბუნების კანონი.
ლექსი 33. ამიტომ აღსდე, მოემზადე ბრძოლისთვის და მოიპოვე დიდება. დაამარცხე მტერი და დატკბი აყვავებული სამეფოთი. მე ისე მოვაწყო ყველაფერი, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან. შენ კი, ო სავიასაჩი, შეგიძლია მხოლოდ იარაღი იყო ბრძოლაში. განმარტება. სავიასაჩი ქვია ველზე ბრწყინვალე მშვილდოსანს. მაშასადამე კრიშნამ მიმართა არჯუნას როგორც გამოცდილ მეომარს, რომელსაც ისრებით მტრის მოკლა შეეძლო. იყავ მხოლოდ იარაღი. ეს სიტყვაც იმაზე მეტად მნიშვნელოვანია. მთელი სამყარო ღმრთების უზენაესი პიროვნების ჩანაფიქრის თანახმად მოძრაობს. სულელები, რომლებთაც საკმარისი ცოდნა არ გააჩნიათ, თვლიან, რომ ბუნება გეგმის გარეშე მოქმედებს და ყოველი გამოვლინება მხოლოდ შემთხვევითი წარმონაქმნია. არსებობს მრავალი ეგრეთ წოდებული მეცნიერი, რომლებიც ვარაუდობენ, ეს ალბათ ასე იყო, ან ისე იყო, მაგრამ ლაპარაკიც ზედმეტია ალბათობაზე და იქნებაზე. მატერიალურ სამყაროში გარკვეული ჩანაფიქრი უნდა განხორციელდეს და რა არის ეს ჩანაფიქრი? გამოვლენილი სამყარო განპირობებულ სულებს საშუალებას აძლევს დაბრუნდნენ შინ, ღმრთებასთან. სანამ მათ ბრძანებლური ცნობიერება აქვთ, რაც აიძულებთ მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის მცდელობას, განპირობებული არიან, მაგრამ ის, ვისაც უზენაესი უფლის ჩანაფიქრი ესმის და კრიშნას ცნობიერების განვითარება შეუძლია, ყველაზე გონიერია. სამყაროსეული გამოვლინება იქმნება და ნადგურდება ღმერთის უმაღლესი ხელმძღვანელობით. ამდენად, კურუქშეტრას ბრძოლა ღმერთის ჩანაფიქრი იყო. არჯუნა უარს ამბობდა ბრძოლაზე, მაგრამ კრიშნამ უთხრა, რომ უზენაესი უფლის სურვილით უნდა ებრძოლა და მაშინ ბედნიერი იქნებოდა. ის, ვინც სრულ კრიშნას ცნობიერებაში იმყოფება და საკუთარი სიცოცხლე უფლის ტრანსცენდენტულ სამსახურს მიუძღვნა, სრულყოფილი პიროვნებაა. ლექსი 34. მე უკვე მოვსპე დრონა, ფიშმა, ჯაიარათა, კარნა და დანარჩენი დიადი მებრძოლები. ამიტომ მოკალი ისინი და ნუ შეშფოთდები. უბრალოდ იბრძოლე და მტერს ბრძოლაში დაამარცხებ. განმარტება. ყოველ ჩანაფიქრს ღმრთების უზენაესი პიროვნება ასრულებს, მაგრამ იგი თავისი ერთგულების მიმართ იმდენად კეთილი და მწყალობელია, რომ სურს დიდება შეხვდეს ერთგულებს, რომლებიც უფლის სურვილის თანახმად მის ჩანაფიქრს ასრულებენ. ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყველამ კრიშნას ცნობიერებაში იმოქმედოს და სულიერი მოძღვრის დახმარებით ღმრთების უზენაესი პიროვნება შეიცნოს. ღმრთების უზენაესი პიროვნების ჩანაფიქრის გაგება მისივე წყალობით შეიძლება. ერთგულთა ჩანაფიქრები კი მისი ჩანაფიქრებისგან არ განსხვავდება. უნდა მიყვეთ ამ ჩანაფიქრებს და გავიმარჯვოთ არსებობისთვის ბრძოლაში. ლექსი 35. სანჯაიამ უთხრა დრიშტარაშტრას, ო მეფეო, ღმრთების უზენაესი პიროვნებისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ აცახცახებული არჯუნა კვლავ და კვლავ ქეციხრიდა დაკრეფილი ხელებით. შეშინებულმა აკანკალებული ხმით ასე მიმართა კრიშნას. განმარტება. როგორც უკვე განმარტეთ, ღმრთების უზენაესი პიროვნების სამყაროსეულმა ფორმამ არჯუნა განცვიფრებისგან საგონებელში ჩააგდო. ამდენად მან კრიშნას წინაშე კვლავ და კვლავ ქედის მოხრა დაიწყო და აკანკალებული ხმით ლოცულობდა, არა როგორც მეგობარი, არამედ როგორც განცვიფრებული ერთგული. ლექსი 36. არჯუნამ თქვა, ო გრძნობათა მეოფეო, სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ამდენად ყველა შენ შემოგნატრის, თუმცა სრულყოფილი არსებები მოკრძალებით გცემენ თაყვანს, დემონებს ეშინიათ და აქეთ-იქეთ გარბიან. ეს ყველაფერი სამართლიანია. განმარტება. მას შემდეგ, რაც არჯუნამ კრიშნასგან კურუქშეტრას ბრძოლის გამოსავალი შეიტყო, გასხივოსნდა და როგორც ღმრთების უზენაესი პიროვნების დიადმა ერთგულმა და მეგობარმა თქვა, რომ კრიშნას ნებისმიერი ნამოქმედარი სწორია. არჯუნამ დაადასტურა, რომ კრიშნა ერთგულებისთვის მასულდგმულებელი და თაყვანისცემის საგანი და არასასურველი ხალხისთვის გამანადგურებელია. მის მოქმედებებს ერთნაირი სიკეთე მოაქვს ყველასთვის. აქ არჯუნა მიხვდა, რომ როდესაც კურუქშეტრას ბრძოლა გადაწყდა, კოსმოსში მრავალი ნახევარღმერთი, სითა და მრავალი პლანეტების ინტელიგენცია იყო. ისინი ბრძოლას აკვირდებოდნენ, ვინაიდან კრიშნა იმყოფებოდა იქ. როდესაც არჯუნა უფლის სამყაროსეულ ფორმას შეხურებდა, ნახევარღმერთები ტკბებოდნენ ამ სანახაობით.
მაგრამ სხვებმა, დემონებმა და ათეისტებმა ვერ მოითმინეს უფლის ქებადიდების მოსმენა. ისინი ღმრთების უზენაესი პიროვნების გამანადგურებელი ფორმის უნარის გამო შიშისგან გაიქცნენ. არჯუნა ხოტბას ასხამს იმას, თუ როგორ ექცევა კრიშნა ერთგულებსა და ათეისტებს. ერთგული ნებისმიერ შემთხვევაში ხოტბას ასხამს უფალს, ვინაიდან იცის, რომ უფლის ნებისმიერი საქციელი სიკეთეა ყველასთვის. ლექსი 37. ო დიადო უფალო, თვით ბრაჰმაზეც უდიადესო, შენ ხარ თავდაპირველი შემოქმედი, მაშ მოწიწებით თაყვანი რატომ არ უნდა გცენ მათ? ო უსასულო, ღმერთთა ღმერთო, სამყაროს თავშესაფარო, შენ ხარ უძლეველი წყარო, ყოველ მიზეზთა მიზეზი, ამ მატერიალური გამოვლინების მიღმა მყოფი. განმარტება. ქედის მოხრით არჯუნა გვიჩვენებს, რომ ყველამ თაყვანი უნდა სცეს კრიშნას. კრიშნა ყოვლის გამჭოლი და ყოველი სულის სულია. არჯუნა კრიშნას მაჰატმას უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე გულუხვი და უსაზღვროა. ანანტა მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რაც უზენაესი უფლის გავლენითა და დროით არ არის დაფარული. დევეშა კი ნიშნავს, რომ მთელი ნახევარღმერთების გამგებელია და ყოველ მათგანზე მაღლა დგას. იგია მთელი სამყაროს თავშესაფარი. არჯუნას სწორად მიაჩნდა ისიც, რომ ყოველი სრულყოფილი ცოცხალი არსება და ძლევამოსილი ნახევარღმერთი მოწიწებით სცემენ თაყვანს მას, ვინაიდან არავინ არის უფალზე დიადი. არჯუნა განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ კრიშნა ბრაჰმაზე დიადია, ვინაიდან მან შექმნა ბრაჰმა. ბრაჰმა იშვა გარფოდაკაშაე ვიშნუს, კრიშნას სრული ექსპანსიის ჭიპიდან, ამოსული ლოტოსის ღეროდან. ამიტომ ბრაჰმასგან შობილმა უფალმა შივამ და დანარჩენმა ნახევარღმერთებმა მოწიწებით თაყვანი უნდა სცეს მას. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ უფალს ეთაყვანებიან უფალი შივა, ბრაჰმა და დანარჩენი ნახევარღმერთები. მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა აქშარამ, ვინაიდან მატერიალური ქმნილების განადგურება უწერია, მაგრამ უფალი მატერიალურ ქმნილებაზე მაღლა დგას. იგია ყოველ მიზეზთა მიზეზი და ყოველი ასეთი მატერიალურ ბუნებაში მყოფ ყოველ განპირობებულ სულსა და თავად მატერიალური სამყაროს გამოვლინებაზეც მაღალია. ამიტომ იგია ყოვლად დიადი უზენაესი. ლექსი 38. შენ ხარ ღმრთების თავდაპირველი პიროვნება, უხუცესი, ამ გამოვლენილი კოსმოსური სამყაროს საბოლოო განსასვენებელი. შენ იცი ყველაფერი და ხარ ყველაფერი, რაც შეცნობადია. შენ ხარ უმაღლესი თავშესაფარი, მატერიალურ მოდუსებზე მაღლა მყოფი. ო უსაზღვრო ფორმა, მთელი ეს სამყაროსეული გამოვლენა შენით არის გამსჭვალული. განმარტება. ყველაფერი ღმრთების უზენაეს პიროვნებაზე განისვენებს, ამიტომ იგი საბოლოო განსასვენებელია. ნითჰანამ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ბრაჰმანის სიკაშკაშეც კი ღმრთების უზენაეს პიროვნებაზე, კრიშნაზე განისვენებს. მან იცის ყველაფერი, რაც ამ ქვეყნად ხდება და თუ კი ცოდნას დასასრული შეიძლება ჰქონდეს, იგი მთელი ცოდნის დასასრულია. ამიტომ უფალი არის ცნობილი და შესაცნობი. იგია ცოდნის საგანი, ვინაიდან ყოვლის გამჭოლია. ვინაიდან იგია მიზეზი სულიერ სამყაროში, კრიშნა ტრანსცენდენტულია. ამასთანავე ტრანსცენდენტულ სამყაროში კრიშნა მთავარი პიროვნება გახლავთ. ლექსი 39. შენ ხარ ჰაერი და შენ ხარ უმაღლესი გამგებელი. შენ ხარ ცეცხლი, წყალი და მთვარე. შენ ხარ ბრაჰმა, პირველი ცოცხალი ქმნილება და შენ ხარ ბაბუის მამა. ამიტომ 1000-ჯერ და კვლავ და კვლავ მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე. განმარტება. აქ არჯუნა მიმართავს უფალს როგორც ჰაერს, ვინაიდან ჰაერი, როგორც ყოვლის გამჭოლი სუბსტანცია, ყველა ნახევარღმერთის უმნიშვნელოვანესი განსახიერებაა. გარდა ამისა, არჯუნა მიმართავს კრიშნას როგორც ბაბუის მამას, ვინაიდან იგი ბრაჰმას სამყაროში პირველი ცოცხალი არსების მამაა. ლექსი 40. თაყვანს გცემ წინიდან, უკნიდან და ყოველი მხრიდან. ო უსაზღვრო ძალავ, შენ ხარ მეუფე უსასრულო ძლევამოსილებისა, შენ ხარ ყოვლის გამჭოლი და შენ ხარ ყველაფერი. განმარტება. კრიშნასადმი სიყვარულის ექსტაზის გამო, მისი მეგობარი არჯუნა თაყვანს სცემს მას ყოველი მხრიდან. იგი აღიარებს, რომ კრიშნა ყოველი პოტენციისა და ძლევამოსილების მეუფეა და გაცილებით მაღლა დგას
ბრძოლის ველზე შეკრებილ მეომრებზე. ვიშნუ პურანაში ნათქვამია, ვინც კი შენს წინაშე წარსდგება, ნახევარღმერთიც რომ იყოს, შენი შექმნილია, ოღმრთების უზენაესო პიროვნებავ. ლექსები 41-42. გთვლიდი რა ჩემს მეგობრად, დაუდევრად მოგმართავდი, ო კრიშნა, ო იადავა, ო ჩემო მეგობარო, არ ვიცოდი რა შენი დიდება, გთხოვ მაპატიე, რაც სიგიჟის ან სიყვარულის გამო გამიკეთებია. ბევრჯერ უპატივცემულად მოგექეცი, გეხუმრებოდი დასვენებისას, ერთ საწოლში წოლისას, ჯდომისას ან ერთად ჭამისას, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი მრავალ მეგობარს შორის. ო შეუცდომელო, გთხოვ მაპატიე ეს შეურაცხყოფები. განმარტება. თუმცა კრიშნა სამყაროსეული ფორმით გამოეცხადა არჯუნას, ახსოვს მათი მეგობრული ურთიერთობა. ამიტომ ბოდიშ სიხთის და თხოვს კრიშნას აპატიოს მისი ფამილიარული ქცევები, რომელთაც მეგობრობის გამო ჩადიოდა. მას უწინა არ ეგონა, რომ კრიშნას სამყაროსეული ფორმის მიღება შეეძლო, თუმცა კრიშნამ განუმარტა ეს, როგორც ახლო მეგობარს. იგი აღიარებს ამას. არჯუნას არც კი ახსოვდა, რამდენჯერ მიმართა უპატივცემულოდ, ო ჩემო მეგობარო, ო კრიშნა, ო იადავა და ასე შემდეგ. არ იცოდა რა მისი სიდიადე, მაგრამ კრიშნა იმდენად კეთილი და მწყალობელია, რომ სიდიადის მიუხედავად, მეგობარივით ეთამაშებოდა არჯუნას. ასეთია ტრანსცენდენტული ორმხრივი ურთიერთობა უფალსა და მის ერთგულს შორის. ცოცხალი არსებისა და უფლის ურთიერთობა მარადიულია. შეუძლებელია მისი დავიწყება. როგორც არჯუნას მაგალითზე ვხედავთ, მართალია არჯუნა მიიხილა სამყაროსეული ფორმის სიდიადე, მას არ დავიწყებია თავისი მეგობრული ურთიერთობა კრიშნასთან. ლექსი 43. შენ ახარ მამა მთელი კოსმოსური გამოვლინებისა, მოძრავთა და უძრავთა, შენ ხარ სათაყვანებელი მეთაური, უზენაესი სულიერი მოძღვარი, არავინ არის შენი თანასწორი, არც არავინ არის შენთან ერთიანი, მაშინ ვინ უნდა იყოს შენზე დიადი სამსამყაროში, ო განუზომელი ძალის უფალო. განმარტება. ღმრთების უზენაესი პიროვნება, კრიშნა ისევეა სათაყვანებელი, როგორც მამა შვილისთვის. იგია სულიერი მოძღვარი, ვინაიდან თავიდან მან ასწავლა ვედები ბრაჰმას, ახლა კი არჯუნასაც ასწავლის ბჰაგავად გიტას. ამიტომ თავდაპირველი სულიერი მოძღვარია და ნებისმიერი ახლანდელი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი კრიშნასგან წარმომავალი მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ხაზს უნდა მიეკუთვნებოდეს. ვინც კრიშნას წარმომადგენელი არ არის, ვერ გახდება ტრანსცენდენტული მეცნიერების მასწავლებელი ან სულიერი მოძღვარი. უფალს ყოველმხრივ ქეცუხრიან, განუზომელია მისი სიდიადე, ვერავინ იქნება ღმრთების უზენაეს პიროვნება კრიშნაზე დიადი, ვინაიდან არც ერთ გამოვლინებაში, სულიერში თუ მატერიალურში, არავინ არის მისი თანასწორი ან მასზე მაღალი, ყველა მასზე დაბლა დგას, ვერავინ აღემატება მას. ეს დადასტურებულია შვეტაშვატარა უპანიშადში. უზენაეს უფალ კრიშნას აქვს უბრალო ადამიანის მსგავსი გრძნობები და სხეული, მაგრამ არ არსებობს განსხვავება მის გრძნობებს სხეულს ჭკუასა და თავად მას შორის. სულელები, რომლებიც კარგად არ იცნობენ მას, ამბობენ, რომ კრიშნა განსხვავდება თავისი სულის, ჭკუისა და გულისაგან და ასე შემდეგ. კრიშნა აბსოლუტია, ამიტომ მისი მოქმედებები და პოტენციები უმაღლესია. დადასტურებულია ისიც, რომ მართალია მას ჩვენნაირი გრძნობები არ აქვს, შეუძლია გრძნობათა ნებისმიერი საქმიანობის შესრულება. ამიტომ მისი გრძნობები არც არასრულყოფილია და არც შეზღუდული. ვერავინ იქნება მასზე დიადი, ვერავინ იქნება მისი თანასწორი, ყველა მასზე დაბალია. უზენაესი პიროვნების ცოდნა, ძალა და მოქმედებები ტრანსცენდენტულია, როგორც ნათქვამია ბჰაგავად გიტაში. ვინც იცის კრიშნას ტრანსცენდენტული სხეული, მოქმედებები და სრულყოფილება, სხეულის დატოვების შემდეგ უბრუნდება მას და აღარ მოდის კვლავ ამ ტანჯულ სამყაროში. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ კრიშნას მოქმედებები განსხვავდება სხვათა მოქმედებებისგან. საუკეთესო გზაა კრიშნას პრინციპების გაყოლა. ეს ადამიანს სრულყოფილებას მოუტანს. ნათქვამია ისიც, რომ არ არსებობს არავინ კრიშნას ბრძანებელი რომ იყოს. ყველა მისი მსახურია. ჩაიტანია ჩარიტამრიტაში ეს დადასტურებულია. ეკალა იშვარა კრიშნა, არა საბა
ბრატია. ღმერთი მხოლოდ კრიშნაა, ყველა დანარჩენი კი მისი მსახურია. ყველა მის ნებას ემორჩილება, არავის შეუძლია მისი ნების უარყოფა. ყველა მისი წინამძღოლობით მოქმედებს, რამე თუ მისი ზეგამგებლობის ქვეშ იმყოფება. როგორც ბრაჰმა სამჰიტაშია დადასტურებული, იგია ყოველ მიზეზთა მიზეზი. ჰარე კრიშნა.